გამარჯობა. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ, როგორ ხდება სასმელი წყლისა და წყალარინების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთება. არსებობს წყალმომარაგების ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების სამი ფორმა: სტანდარტული მიერთება, არასტანდარტული ურთიერთშეთანხმებით მიერთება, გერგეს ან და სანიტარული ზონის არეალში არსებული ობიექტების მიერთება. ქსელზე ახალი მიერთების პროცედურები, ვადები და საფასურები დადგენილია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, იგივე სემეკის მიერ და განსხვავებულია სისტემაზე ახალი მიერთების ფორმის მიხედვით. სტანდარტული მიერთების პროცედურა ვრცელდება ყველა იმ ობიექტზე, რომელიც GUP-ის ქსელიდან 200 მეტრის რადიუსში მდებარეობს და მოთხოვნილი მისაერთებელი მილის დიამეტრი არ აღემატება სემეკის მიერ დადგენილ მაქსიმალურ დიამეტრებს. კერძოდ, სასმელი წყლის ქსელის შემთხვევაში 160 მმ-ს, ხოლო წყალარინების ქსელის შემთხვევაში 250 მმ-ს. არასტანდარტული ურთიერთშეთანხმებით მიერთების პროცედურა ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც GUP-ის სასმელი წყლის ან და წყალარინების ქსელი მისაერთებელი ობიექტიდან დაშორებულია 200 მეტრზე მეტი მანძილით, ან და მისაერთებელი ქსელის მოთხოვნილი დიამეტრი აღემატება სემეკის მიერ დადგენილ მაქსიმალურ დიამეტრებს. ასეთ დროს GUP განსაზღვრავს მიერთების წერტილს და გასცემს შესაბამის ტექნიკურ პირობას, რის საფუძველზეც მიერთების მსურველს შეუძლია თავად უზრუნველყოს საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, ან დაუკვეთოს Georgia Water and Powers. რაც შეეხება მესამე მიერთების ფორმას, რომელიც გერგეს ან და სანიტარული ზონის არეალში ხორციელდება, GUP მოქმედებს სპეციალური წესის მიხედვით და გასცემს ესკიზურ რუკას, რომლის საფუძველზეც ამზადებს დეტალურ საპროექტო დოკუმენტაციას. სტანდარტული მიერთებისას მომსახურების საფასური მილის დიამეტრის მიხედვით ფიქსირებულია და სამუშაოებს სრულად GUP ახორციელებს. მიერთების სხვა ფორმების შემთხვევაში კი მომსახურების საფასური და სამუშაოების ღირებულება უშუალოდ ფაქტობრივი გარემოებების, საპროექტო და სახარჯთაღრიცხვა დოკუმენტაციის საფუძველზე დგინდება. ქსელზე ახალი მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში აუცილებელია შეავსოთ შესაბამისი განცხადების ფორმა GUP-ის სერვის ცენტრში, ან გამოაგზავნოთ შევსებული და ხელმოწერილი დოკუმენტი ელფოსტაზე online GUP-G. სტანდარტული მიერთების შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ერთვოდეს მოთხოვნილი ახალი მიერთების შესაბამისი საფასურის 50%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადებაზე პასუხს 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღებთ.